Გასულ წელს, მხოლოდ 2022-2023 სასწავლო წელს სწავლა ქვეყნის მასშტაბით 14911 მოსწავლემ შეწყვიტა, მათგან 8502 იყო ბიჭი და 6409 გოგო. ყველაზე ბევრმა 3808 მოსწავლემ სწავლა მე-10 კლასში შეწყვიტა. ეს მონაცემები წინა 2021-22 სასწავლო წლის იმავე მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება და უფრო ზუსტები რომ ვიყოთ, სწავლა გასულ წელს ქვეყნის მასშტაბით 8846-მა მოსწავლემ შეწყვიტა. რა განაპირობებს იმ მოსწავლეების რაოდენობის ზრდას, ვინც უარს ამბობს სკოლის დამთავრებაზე და სად მიდიან ისინი? ამაზე უკვე სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. ნათია გორგაძე, სამოქალაქო ინტეგრაციის და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის განათლების საკითხების მკვლევარი შემოგვიერთდება. დილით მადლობა, რომ დილიდან ხართ ჩვენთან ერთად და ამ ძალიან რთულ პრობლემაზე უნდა ვისაუბროთ. ერთი არის, რომ როგორც ლევან მეთქვა, სულ საუბრობთ, რომ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბავშვებს მივცეთ უკეთესი განათლება და მეორე არის, რომ ბავშვები უბრალოდ სკოლაში არ მიდიან იმისთვის, რომ ჩვენ რამე გავაკეთოთ, რომ მათ განათლება მივცეთ. დავიწყოთ იმით, როგორი არის ბოლო ტენდენციები. თქვენ კვლევაც გქონდა დიდი, რომელიც ბევრ წელს მოიცავდა და შეგიძლიათ რომ ბევრი ისაუბროთ ამაზე. დავიწყოთ პირველი პრობლემა, რაც განაპირობებს ბავშვების ზრდას და რატომ იყო მაგალითად ერთი წლის განმავლობაში ესეთი დიდი სხვაობა რაოდენობაში. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ნამდვილად გამოხორციელეთ კვლევა სამოქალაქო ინტეგრაციის და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა USAID-ის დაფინანსებით სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დონორები გვაძლევენ საშუალებას, რომ ყოველთვის რაღაცნაირად ხელი გვეჭიროს პულსზე ვიცოდეთ ის მოვლენები, რომელიც განათლების სისტემაში მიმდინარეობს და ერთ-ერთია რასაკვირველია ესეთი სწავლის შეწყვეტის მაჩვენებელი, რომელიც ძალიან დასაფიქრებელი არ მხოლოდ რიცხობრივი თვალსაზრისით, არამედ იმ ტენდენციების კუთხითაც, რომელიც იკვეთება აი ამ თვალსაზრისით. მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ გადანაწილება კლასებს შორის, საფეხურებს შორის, სასკოლო განათლების საფეხურებს შორის შეცვლილი იყო ბოლო წლებში და დაწყებითი კლასის მოსწავლეების სწავლის მიტოვების მაჩვენებელი არის გაზრდილი. თქვა თუ 2013 წელს ეს იყო 12.9%, 2021-23 წლებში ავიდა 34%-მდე, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღები ფაქტია. ასევე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ახალი ტენდენცია გვაჩვენებს იმასაც, რომ მე-10 კლასში მოსწავლეების გადინება სკოლიდან და სწავლის მიტოვება არ არის მეტწილად დაკავშირებული, თქვათ, იგივე პროფესიული განათლების არჩევასთან და საქმიანობა თავის პროფესიის, თქვათ, პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებასთან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღვნიშნოთ, იმიტომ რომ, თქვათ, თუ მე-10 კლასელების პროფესიულ განათლებაში შესვლა 2013 წლისათვის საკმაოდ მაღალი იყო. მომდევნო წლებში ეს დინამიკა უკვე ვარდნისკენ არის ვარდნის ტენდენცია გვაქვს. ბავშვები, რომლებიც სკოლას ტოვებენ მე-9 კლასში ამთავრებენ, ისინი პროფესიულშიც აღარ გადადიან. პროფესიულში ნაკლებად გადადიან და რეალურად გამოდის, რომ პროფესიული განათლების არჩევა არ არის დამოკიდებული, თქვათ, დასაქმების ბაზრის მოთხოვნაზე და არა ეკონომიკურ, თქვათ, მაჩვენებლებზე და ტენდენციაზე, არამედ უფრო მეტად არის დამოკიდებული სისტემაში, თქვათ, განხორციელებულ ცვლილებებზე და თუ თქვათ 2013 წელს ეს რიცხვი გაიზარდა სავარაუდოდ იმიტომ, რომ 11 წელს საატესტატო გამოცდები დაიწყო და შესაბამისად ბევრმა მოსწავლემ ვერ გააგრძელა სწავლა მე-10 კლასში, აქ პირიქით გვაქვს, თქვათ, ზუსტად ის, რომ 2018 წელს შეწყდა საატესტატო გამოცდები გაუქმდა და 2019 წლიდან უკვე მოსწავლეები აღარ აბარებდნენ, შესაბამისად მოსწავლეები უფრო მეტად რჩებიან სკოლაში და არ მიდიან პროფესიულ განათლებაში. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიულ განათლებაში საკმაოდ პოზიტიური ცვლილებები განხორციელდა, საუბრობთ იმაზე, რომ ინტეგრირებული სწავლის საშუალება მიეცათ მოსწავლეებს და ვიცით, რომ პროფესიული განათლების მიღებასთან ერთად შეუძლიათ საშუალო განათლების ატესტატიც აიღონ. საატესტატო გამოცდაზე მინდა გითხოთ, ეს რასთან არის დაკავშირებული, რომ ბავშვები უბრალოდ ვერ აბარებდნენ გამოცდებს და ვერ ამთავრებდნენ სკოლას, თუ უბრალოდ იქამდეც არ მიდიოდნენ რაღაცა მიზეზების გამო? ხო, როგორც უკვე აღნიშნეთ, პრინციპში მიტოვების მაჩვენებელი უფრო ადრე საფეხურიდან აი ამის ტენდენციაც გვაქვს და
აქ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ კიდევ ის, რომ გვაქვს ცვლილებები მიზეზზე, ის თვალსაზრისით, რატომ ხდება სკოლის მიტოვება, ხო, რატომ მიატოვა. და ნამდვილად საინტერესო და ესეც მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ძალიან დიდია, გაზრდილია პროცენტი მოსწავლეების მიერ სწავლის მიტოვებისა საზღვარგარეთ წასვლის მიზეზით, ხო? შობლებს მიყავთ შვილები საზღვარგარეთ და ასევე საკმაოდ მაღალია სხვათა შორის მეუღლის ან მშობლის განცხადების საფუძველზე, როდესაც მოსწავლეები. ასევე გვაქვს პრინციპში, როდესაც მოსწავლეები გამოუცხადებლობის, ანუ დიდი გაცდენების გამო პრინციპში სწავლის მიტოვება. რაიმე შეგვიძლია ვთქვათ, რეგიონებში უფრო მეტია ეს ტენდენცია, დედაქალაქში აი რამე სხვაობა არის, ვთქვათ, ამბობთ. დიახ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღვნიშნოთ, რომ არის სერიოზული განსხვავება არა მხოლოდ საფეხურების თვალსაზრისით, არამედ ასევე არის განსხვავებები სასოფლო დასახლებებსა და საქალაქო დასახლებებს შორის, ასევე არის განსხვავებები რეგიონებს შორის. ვთქვათ, როდის შეგვიძლია გამოვყოთ სადაც შეგვიძლია გამოვყოთ ნამდვილად და ასევე არის სწავლის ენის მიხედვით ეთნიკურ უმცირესობებში სკოლებში, ეთნიკური უმცირესობების სკოლებში უფრო მაღალია დასაკვირველი სწავლის მიტოვების მაჩვენებელი, ბევრად მაღალია ვიდრე ქართულენოვან სკოლებში. ეკონომიკური მაჩვენებელი, აი სიღარიბე და სიდუხჭი რამდენად მოქმედებს ბავშვებზე, ანუ თუ არის სტატისტიკა რაღაც სოციალური ფენის მიხედვით, ბავშვები რამდენად ახერხებენ სკოლის დამთავრებას. ესე ძალიან მნიშვნელოვანი სტატისტიკაა და თუ კონკრეტულად ვილაპარაკეთ, შეგვიძლია დავინახოთ, რომ ოჯახებიდან, რომლებსაც აქვთ ნაკლებად ეკონომიკური შეძლება, დაახლოებით 88% ამთავრებს სკოლას, მაშინ, როდესაც ეს მაჩვენებელი დაბალშემოსავლიან ოჯახებში ძალიან დაბალია და 54% შეიძლება იყოს. ამიტომ დასაკვირველია ეკონომიკური მაჩვენებელი სერიოზული პრედიქტორია სკოლის დამთავრების, სწავლის მიტოვებისა და სკოლის დამთავრების მაჩვენებლებისა. თვითონ სკოლა რას აკეთებს იმისთვის, რომ ბავშვმა სკოლა არ მიატოვოს? თუ არის მაგალითად რაღაცა სამუშაოები, რომლებიც არწმუნებენ, რომ შენ რაღაცა გჭირდება, დაგეხმარებით, ხელს შეგიწყოთ, ესეთი მიდგომა თუ არსებობს? ხო, ეს ძალიან საინტერესო კითხვაა. პრინციპში რასაკვირველია დგება იმის საკითხი, რამდენად შეუძლია სკოლას, რომ რაღაცნაირად თქვათ შეაკავოს მოსწავლეები, თუმცა ამ კუთხით არა მხოლოდ შეკავებაზე ვისაუბრებდი, არამედ ასევე ვისაუბრებდი იმაზე, ვინც მიდის, ხო, განსაკუთრებით საზღვარგარეთ, როდესაც მიყავთ მშობლებს თავიანთი მოსწავლეები. ძალიან საინტერესოა, როგორ უშვებს ჩვენ, რამდენად მომზადებულს უშვებს ამ მოსწავლეებს ჩვენი სკოლები, იმისათვის, რომ მათ შეძლონ აი ახალი განათლების სისტემებში ინტეგრირება, ხო? და ამ კუთხით ძალიან საინტერესო კვლევა აქვს ხოდაშვილის ფრიდრიხ ებერტის ფონდს განხორციელებული 2023 წელს ახალგაზრდების შესახებ, სადაც საინტერესოა, რომ ახალგაზრდების ძალიან დიდი ნაწილი, უბრალოდ ძალიან მცირეა ის ნაწილი, რომელიც ჩართულია სხვადასხვა ტიპის სამოქალაქო საქმიანობაში, იქნება ეს მოხალისეობა, იქნება ეს საკუთარი თემის გაძლიერება, საქველმოქმედო ძალიან მნიშვნელოვანია იქ სწავლის გასაგრძელება. ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ძალიან მნიშვნელოვანია გამჭველი კომპეტენციები, ხო? და აქაც ძალიან საინტერესო ტენდენცია იკვეთება, სადაც ხედავთ, რომ ახალგაზრდების ძალიან მცირე პროცენტი ასახელებს ესეთ ღირებულებებს, ძირითადად და საკვანძო ღირებულებებს შორის ისეთ ღირებულებებს, როგორიც არის მაგალითად ტოლერანტობა, ემპათია, ინტერკულტურალიზმი და ასე შემდეგ, როდესაც მაღალია, ვთქვათ, თვით მაღალია პროცენტი ისეთი ღირებულებებისა, როგორც არის მაგალითად ღირსება და ასე შემდეგ. და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო რაც იკვეთება, როდესაც აი ამ ინტეგრირებაზე ვსაუბრობთ, ხო? ასევე საკმაოდ დაბალი ნახევარი და ნაკლებია იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომელიც საკუთარ თავს გლობალურ მოქალაქედ ან ევროპის მოქალაქედ აღიქვამს. რაც ასევე აი გვაფიქრებს იმაზე, რამდენად ჩვენი სკოლები ამზადებენ მოსწავლეებს იმისათვის და მეორე მხრივ კიდე აქვე უნდა ვისაუბროთ, რომ მიდიან მერე რომ დაბრუნდნენ ეს მოსწავლეები, ხო, ეს ახალგაზრდები უკან რომ დავიბრუნოთ ამისათვის რა ხდება ქვეყანაში, რამდენად არის შესაბამისი, თქვათ, პირობები და რამდენად უწყობთ ხელს იმას, რომ დაბრუნდნენ ახალგაზრდები და ამ კუთხით ძალიან საინტერესოა ასევე ის, რომ ძალიან დიდია პროცენტი, 30%-ზე მეტია და პროცენტი 14-19 წლის არა 29 წლის ახალგაზრდებისა, რომლებიც არ არიან დასაქმებულები, არ სწავლობენ და არ არიან დაკავებულები რაიმე ტიპის საგანმანათლებლო საქმიანობით, აი 2023 წლის მონაცემების მიხედვით საქართველოში, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და ალბათ ყურადღებით. მაშინ როცა ჩვენ მოდივართ საუბრობთ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სკოლამ არა მხოლოდ ცოდნა მისცეს რაღაც არამედ მოქალაქედ აღზარდოს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს ტენდენცია, რომ არც როგორც შენს არც გლობალურ მოქალაქედ აღიქვამენ ქართველი მოსწავლეები თავს და არც სამწუხაროდ აკადემიური მოსწრებით არ გამოირჩევიან.
და სამწუხაროდ გვეწევა და გვეწევა ახალ-ახალი კვლევები, რომლებიც ახალ-ახალ პრობლემებზე გვაფიქრებს და საკმაოდ მწვავეს. ალბათ ეს არის ძალიან საყურად საღებო და მნიშვნელოვანი, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ზუსტად, რომ რაღაცნაირად ეს კვლევები იყოს პერმანენტული, მრავალმხრივი, არა მხოლოდ ერთი. და მოხდეს რეაგირება რაც ყოველთვიურია. და ვიცოდეთ ზუსტად, რომ როგორ შეიძლება დაბალანსება და დიდი მადლობა, რომ გაგვაცანით ეს მიმართულება.